მოგესალმებით, ეს BMG სამიდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 26 თებერვალს სრულიად საქართველოში დროგამშვებით ღრუბლიანობა მოემატებს უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. დასავლეთ საქართველოში +11, მთიან რაიონებში კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +12, მთიან რაიონებში კი +10 გრადუსი ფიქსირდება. რუსთავში +9, მარნეულში +5, თელავში +9, სიღნაღში +10 გრადუსი, ომოლოში +7, ლაგოდეხში +4, ცხინვალში +6, გორში კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. სტეფანწმინდაში +1, ბაგორიანში 0, გუდაურში -4 გრადუსი ფიქსირდება, ბორჯომსა და ახალციხეში კი +8 გრადუსი უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში +9, სოხუმში +7, ზუგდიდში +8, ქობულეთში +9. ანაკლიაში +7 გრადუსი, ოზურგეთში კი +6 გრადუსი უნდა ველოდოთ. რაც შეეხება დედაქალაქს თბილისში, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 26 თებერვლისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნილ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც ღვთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.